მოგესალმებით, ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ გვექნება განსხვავებული ვიდეო. სრულიად განსხვავებული ვიდეო. მოგესალმებით. ესენი რატოდებს? გათამაშებას ვიწყებთ. კი ბატონო. მაგრამ სანამ დავიწყებთ, მანამდე არხი უნდა გამოიწეროთ. იმიტომ რომ 6000-მდე ძალიან ცოტა გვაკლია. ხო იგია? 10000-მდე კიდე ბევრი. 10000-მდე სამწუხაროდ ბევრი, მაგრამ როცა ავალთ სხვათა შორის ეხლა ხო არ იწერი. აი ის მანქანა რო გამოჩნდება, ერთი როაზე რაცა. მე იფიქრებენ რომ რატო ნეტა აქამდე არ ავიყვანეთ თო. მე ეგრე მგონი. ხო. სხვათა შორის თუ დააკვირდებით, სამი სხვადასხვა კომპანიის Ferrari დევს. ეს არის Altair. როგორც ეგუყი. ეს Hot Wheels-ი. ხო. ეს არის Hot Wheels Elite. ვისაც გონია რომ ის Hot Wheels-ი 1.64-ის. ის არ არის. ეს არის 1.53 მასშტაბის და Hot Wheels Elite-ის სახელით აწარმოებენ. ეს არის ბურაჯო. ეს კიდე რეველი. ოღონდ ეს რა შუაშია, მომავალში გეტყვით. ამათთან დაკავშირებით რა შუაშია. მოკლედ რა გათამაშებებსაც ვიწყებთ ან რამდენი ხანია გასულ წელიწადზე ცოტა მეტი. კი ბატონო. ხო, ეს შუმახერია. კი. მიხაილ შუმახერის 2001 წლის ბოლიდი, რომელიც 1 ნომრით არის. 1 ნომერი კიდე სეზონის ჩემპიონს ნიშნავს. კი ბატონო, პირველი ნომრით 1 არა, პირველი. სხვათა შორის ეხლა იყო აზერბაიჯანის გრან-პრი დღეს. მე არ მიყურებია, არ მეცადა რა. ხო და ვერსტაპენმა მოიგო. და კარლოს საინსი პირველად გახდა უილიამსის ბოლიდით პოდიუმი აიღო რა, მესამე ადგილზე. ხო, ბარემ ახლა ბატონო გუჯა ისიცა თქვი ვის შეუძლია გათამაშებაში მონაწილეობის მიღება. ხო, ეხლა ჩამოგიქვით წესებს. გათამაშებაში მონაწილეობა რომ მიიღოთ, აუცილებლად არხი უნდა გქონდეთ გამოწერილი. ვიდეო უნდა გადააზიაროთ, უნდა დაალაიქოთ და ხო, არხს რო გამოიწერთ, აუცილებლად უნდა იყოს საჯაროზე, პაბლიკზე დაყენებული გამოწერა, რადგან მე დავინახო, რომ ნამდვილად გამოწერილი გაქვთ. თუ მე ვერ დავინახე, აი მაგალითად სიტყვაზე ვიღაცამ მოიგო. ხო? კი ბატონო. და ეს პაბლიკი არ აქვს ჩართული რა, ანუ საჯარო ის არ აქვს. და ვერ დავინახე, არ ჩაითვლება, ანუ მე ვერ გავიგებ იმას გამოწერილი აქვს თუ არა. კი რა თქმა უნდა. ესე უნდა იყოს რა. ხო, გული რო არავის არ დაწოდეს რა, წინასწარ გაფრთხილებთ. ხო. პირობებს. ხო, ეგეთი პირობები შევიმუშავე, ესე ვთქვათ. მე მგონი სწორია რა. ხო, რა თქმა უნდა, აბა რა. ხო, ვისაც გამოწერილი აქვს და მუდმივად უყურებს ჩვენ არხს. ჩვენი მხარდამჭერი არის და სიტყვაზე გათამაშებაში მოგება უნდოდეს და ხო და ვიღაცა ვერ მოიგოს იმის გამო რომ ვიღაცა ვინც სხვა გათამაშების გამო შემოვიდა და ხო და არ აქვს ჩართული პაბლიკი. არც პაბლიკი, არც გამოწერილი არაფერი და ანუ შეიძლება გამოწერილი კონდეს, მაგრამ მე ვერ დავინახო რა, ეგეთი სამწუხაროდ ვერ ჩაიქნა. მე მგონი რომ არასწორი არის რა. ანუ ყველა ვარიანტში უნდა ვნახო რომ გამოწერილი არის რა. ხო. ეხლა გინდა რამის თუ რამის თქვა რა, ეხლა ფერარებზე ვლაპარაკობთ, ხო? ხო. აგერ ფერარები გვილაგია, ფერარზე არაერთხელ გვაქვს ისტორიაც აქვს მოყოლილი, ენცოსაც ვაძაგებთ. ვაძაგებთ, ვაკეთ, ყველაფერს ვაკეთ. ხო, ვაკებთ კიდევაც რა მანქანა არის. ხო, როცა საკებარია ვაკეთ. ნუ ფორმულა 1 საკებარი ყოველთვის იყო და არის კიდევაც. ეგეთ რაღაცას ვიტყვი რა. ფორმულა 1-ში Ferrari რო არ არსებობდეს, ფორმულა 1 არ იქნებოდა. მაინც სხვანაირი ის რა
ფერარს, აი, ფერარი რო იგებს ხოლმე. ხო, აი, როგორი ის არის? გაიშვიათ და. ბოდიში გაწყვეტინებ, აი ფერარის და ფორმულა 1 ხო? ერთად დაიბადნენ ფაქტი, ეგეთი ის არის რა. უერთმანეთოთ რო არ შეუძლიათ რა. ვინც არიცით ენცოსთვის სკუდერია ფერარი. ფერარის საჯინიბო რას ნიშნავდა? გადახედეთ ვიდეოებს. მაგაზე არაერთ ვიდეოში და არაერთხელ მაგ მარტო მენა ლაპარაკები. ეს რო აღარ ჩავთვალე. და სხვათა შორის თვითონ პილოტებისთვისაც ფერარში მოხვედრა ითვლება რაღაცა აი ჰაი კლასის დონეზე ასვლას და ლუის ჰამილტონმა თქვა რომ ფერარიში რო გადმოვედიო და წითელი კომბინეზონი რო ჩავიცვიო ტანსაცმელი რა სულ სხვანაირად ვიბრძენი თავიო სხვანაირი პასუხისმგებლობა იყო ფერარი არის ყველაზე მაღალი ლიგა ფორმულეთის პილოტისთვის რატომღაც ეგრე აღიქნა ხო რა ეხა კი ვეღარ არიან ეგეთ სიმაღლეებში მით უმეტეს რომ ეხა არანაკლები ტიტულოვანი ბრენდები არიან ფორმულაში თუნდაც ვილიამსი თუნდაც მაკლარენი აიღე თუნდაც მერსედესი აიღე ოკეი ერთადაც იყვნენ თუნდაც რენო აიღე ჰონდა აიღე კი რენო ალპინი არის ხო ხო ეგენი ოდითგანვე რაც კი ფორმულა 1 არსებობს ოდითგანვე მოდიან როგორც ფერარი არის Red Bull-ის ხო Red Bull-იც კი ბატონო Red Bull-ი მერე შემოვიდა მაგრამ თავისი კვალი Red Bull-ი მოგვიანებით შემოვიდა კვალი კი არა საკმაოდ დიდი კვალი დატოვა ნუ ეგ უკვე ვერსაპენის დამსახურება არის და არა მარტო მაგის არა მარტო ხო იყვნენ იქ კი გრანდები იყვნენ აუცილებლად მაგალითად სებასტიან ფეტელი რომელიც მოდი ახლა ჩვენს მაყურებლებს ნელ-ნელა შევაპაროთ ხო რატომ არის რომ აგერ სამი განსხვავებული ეპოქის ავტომობილი გვიდევს აქვს და პლუს თვითმფრინავი რა თვითმფრინავი ვაფშე ფორმულა 1-თან თან ნახე აქ იწყება ეს რომელი წლის არის ეგ არის 50-იანები 50-იანების ეს არის 2000-იანების დასაწყისი და ეს არის 22 ხო სავარაუდოდ ან 20 რა წერია ზუსტად აღარ მახსოვს დიდი ხნის წინა მაქვს ხო 2022 წლისა ხო თან კონკრეტულად აი ეს ავტომობილი თამაშდება ჩვენი პირადი კოლექცია ჩემი პირადი კოლექციიდან გამომწერებისთვის ამ ფერას ვთმობ კარლოსის ფერარი აქვს მოთაშურის კარლოს საინსის ვინც დღეს უილიამსით პოდიუმი აიღო კი ბატონო ანუ 2-5-იანი არის კარლოსი და ხო მოდი ახლა ცოტა ხანი ესაკეთ გადავდოთ და აი ეს ორი ტრანსპორტი დავდოთ ერთად ტრანსპორტი ხო ნუ ტრანსპორტია რა გადაადგილების საშუალება ესე იგი ქვედა ანუ ფორმულა 1 ბოლიდი არის შუმახერის ზედა ანუ თვითმფრინავი არის პირველი მსოფლიო ომის დროინდელი თვითმფრინავი რომელსაც არაერთი თვითმფრინავი ყავს ჩამოგდებული კი ბატონო რა კავშირში არის აი ეს ორი გადაადგილების საშუალება ერთმანეთთან მე ესე გათამაშების კითხვა ეგეთ შეკითხვა ხო მე მგონია რომ ვინც ფორმულას უყურებს და დიდი ხნის მოყურებელი და გულშემატკივარი არის მაგაზე პასუხი იცის კი ეგრევე უნდა გამოიცნოს წესით და ანუ ჩვენ სტანდარტული გათამაშება ანუ რენდომაიზერის პრინციპი არ გვინდოდა ხო და ესე განსხვავებულად შემოვედით ხო აი თუ აკვირდებით რა ყოველთვის ვიდეოების გადაღებასაც რა რო განსხვავებულ ვიდეოებს ვდებთ გათამაშებაც ესე განსხვავებული გვინდა კი ანუ მე ვფიქრობ რომ ამას წაიღებს ის ვინც მაგ კითხვაზე სწორ პასუხს დაწერს იმიტომ რომ უეჭველი ეცოდინება მაგაზე პასუხი ხო ეხლა რატომ ეს თუ ერკვევა
ისტორიაში გინდა თუ ფორმულა 1-ში წესით პასუხი ეგრევე უნდა იცოდეს. კი. იმიტომ რომ რთული შეკითხვა ნამდვილად არ მოდი დავუწევთ. წესებს გავინეორე. კი ბატონო, გაიმეორე აუცილებლად. ამ პასუხთან ერთად პასუხს რო დაწერთ, გამოწერილი უნდა გქონდეთ არხი აუცილებლად. უნდა იყოს დაყენებული საჯაროზე გამოწერა, ვიდეო უნდა გაადაზიაროთ და ლაიქოთ. და როგორც კი ეს ყველაფერი შესრულებული იქნება, ანუ გადავამოწმეთ. ეს ყველაფერი როგორც კი შესრულდება, მაშინვე ანუ გამარჯვებულად ჩაიქმნით რა. ხო, და ერთი კვირა მივცეთ, მოდი. კი ბატონო, ერთი კვირის თავზე, ეს მანძილისა თავზე დაიდება პასუხი. კი ბატონო, აი ეს ვიდეო იქნება პარასკევს დაიდება და შემდეგ პარასკევს იქნება, თან პასუხი იქნება, ჩვენ თვითონვე ვიტყვით პასუხს. თან ვინ მოიგო იმას ვიტყვით. ხო. და გადავცემთ საჩუქრებს. ხო, ეს ეგრე გავაკეთოთ, რომ ამ კითხვის პასუხს გეტყვით შემდეგ ვიდეოში. შემდეგ ვიდეოში. და იმასაც გეტყვით ვინ მოიგო. ხო, თან შეცდომაში რო არ შეხვიდეთ, ხო? აი ხო 3 მანქანა მოვიტანე, ეს 2 მანქანა ცალკე გადავდე. კონკრეტულად ამ ავტომობილზე მაქვს საუბარი, შუმახერზე მაქვს საუბარი, შუმახერის ავტომობილზე. და ამ თვითფრინავ კონკრეტულად ამ თვითფრინავ. შუმახერის ფანმა ეგრევე გამოიწვია. ხო. რავი მე ხო, ნუ აი კიდე რომ ოდნავ რო გავაადვილოთ შეკითხვა რა, მაგითომაც გავაკეთე ეგეთი. ყველაფერი ვთქვით რა. ხო რა, დაგვრჩა მარტო ის რომ პირდაპირ ვთქვათ პასუხი. არა, პირდაპირ ვიტყვით შემდეგ პარასკევს. კი ბატონო. ხო და რავი, არხი გამოიწერეთ, ეს პირველი გათამაშებაა და იმედია რომ უფრო მაგარ გათამაშებებს მოვაწყობთ ხოლმე. და კიდე ერთხელ რო გითხრათ, აი ეს ბოლიდი თამაშდება ჩემი პირადი კოლექცია. აგერ შეფუთული. ეს არის ბურაჯოს წარმოების 1.53 მასშტაბის მოდელი, ძალიან ლამაზია, ჩემს კოლექციას წელიწადზე მეტი ამშვენება. კი ბატონო. და ეხლა თქვენთან უნდა წამოვიდეს რა. კი ბატონო. კარგით, მოკლედ, დავემშვიდობოთ ხო უკვე. ნახოთ. ესე გადაწყდა, რომ ნაგავოთამაშოთ ეს. აბა თქვენიც ეხლა მაყურებლებო უკვე თქვენზეა დამოკიდებული, როგორ იაქტიურებთ. ნახოთ. დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეოში.